Candace Owens-მა და Andrew Wilson-მა გუშინ გამართეს დებატი, რომელსაც მოდერაციას Patrick Bet-David უწევდა, რათა დაედგინათ, ქონდა თუ არა Candace-ის Charlie Cook-ის შესახებ გიჟუ შეთქმულების თეორიებს რაიმე საფუძველი. და როცა ამას ვამბობ, გულისხმობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღონისძიება იყო, რაც კი ოდესმე გამეშუქებინა. და ინტერნეტის ავსე კითხვით, ვინ მოიგო ეს დებატი? მე მართლა ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ხალხი ისევ ასეთი სულელი იყოს, რომ Candace-ის მახეში ებმებოდეს. მახეში ხო, მაგრამ ჩანს საკმაოდ. თუ აპირებ ჩაერთო და ამბობ, რომ მტკიცებულები ლებები აშკარაა, რომ Tyler Robinson-ი დამნაშავეა, ვფიქრობ, უნდა შეგეძლოს. შეგიძლია მითხრა, ერთი ბრალდება რაზეც ის. მართლა? არა, ეს ძალიან კარგი ხამია. გითხე, ჩართე, ჩანაწერები კონტექსტიდან ამოღებული ჩამსვი. ზეწოლის ქვეშ, ასე რომ თქვენ უბრალოდ უპასუხოთ კითხვას, შეგიძლია დაასახელოთ. თქვენ ადევნებდით თვალს. აბა ერთი თქვენ დაასახელეთ. თქვენ დაასახელოთ. ყველა 7 დაასახელეთ. სიხარულით გავაკეთებ ამას, მაგრამ შეგიძლიათ ერთი მაინც დაასახელოთ. მგონია რომ მას მკვლელობაში ედება ბრალე. სინამდვილეში ეს დაასახელე არასწორია. ყველა 7. ის ამასაც კი არ აკეთებს. ესეც კი არის როგორ დაასახელე ყველა 7 და. შეგიძლია მგონია, რომ დაასახელო შემიძლია. ყველა 7 და გააკეთე ეს. არ არის საჭირო რომ არა, გააკეთე. შენი მე დავითვლი, გააგრძელე. არ არის საჭირო რომ შენი თითები კარგი, მაღლა. მოიცადე, ამასაც დაასახელე შევძლია. ისინი. კარგი, რატო არის ეს დიდი მომენტი? იმიტომ რომ აშკარად რამდენიმე წამში Candace Owens-ი დაასახელებს მათ. კარგი, უყუროთ. პირველი ბრალდება დამძიმებულია, რადგან სწორედ ეს ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას კარგი, იუტას ასე რომ შტატში. მკვლელობა. ეს ასე არ შემდეგი. არის. ეს პირდაპირ მკვლელობა არ არის. და უბრალოდ შემდეგი. ხალხისთვის არა. ნუ მე არ ჭირდება ამის დროში გაკეთება, არაფერი ხდება. და უბრალოდ აუხსნა ხალხს განსხვავება, რატო არის ეს ასე მნიშვნელოვანი. და აჩვენებს რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ეს, იმიტომ რომ დამძიმებული მკვლელობა ეს არის ვიწრო უბრალოდ არ განსაზღვრული და პასუხობს იმიტომ რომ მას კითხვას. სიკვდილით დასჯა მოხვება. კარგი, მოდი ეს ცოტა დავკოთ, რადგან ეს არის მთავარი მომენტი. Andrew Wilson-ს არც კი იცის რა ბრალდებებით აკენებულია Tyler Robinson-ის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება რომ ის კამათობდეს Candace-თან? გეტყვით რატო? იმიტომ რომ Andrew Wilson-ს ეს არასდროს უთქვამს. ამ დებატის აზრი ისაა, რომ დაამტკიცონ Tyler Robinson-მა მოკლა თუ არა Charlie Cook-ი. ის მოვიდა იმის დასამტკიცებლად, რომ Candace არ აქვს არგუმენტების საფუძველი, მაგრამ Candace-ი манипуляტორი ძუქნაა. რაც ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა მას ყველაფერი დეტალურად იცის, რადგან ასე ახერხებს თქვენი დაბნევას. თუ დაბალი ინტელექტის ადამიანი ხართ და გონიათ, რომ Candace-ი მართალია,